მოგესალმებით მეგობრებო. გაშლა გვექნება ასეთ თემაზე. ურთიერთობას ეხება, მაგრამ როგორ ურთიერთობას ახლავე აგიხსნით. როდესაც ურთიერთობაში არის მესამე პიროვნება, როცა იცით ამის შესახებ, ხო? ყველას არ ეხება ეს გაშლა, ამიტომაც ძალიან გთხოვთ ასკროლოთ. ტყუილად არ გადაიტვირთოთ სხვისი ენერგიებით და რაღაც ესეთი ინფორმაციებით თქვენი ენერგეტიკა ასკროლეთ ეს თემა თუ არ გეხებათ და მოდი გავარკვიოთ თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის როგორია ურთიერთობა და თქვენ პარტნიორსა და მას შორის როგორია ურთიერთობა. ხო, ყველასთან ინდივიდუალურია ეს თემა. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება იცით და მიღებული გაქვთ ის, რომ აი მას სხვა ყავს და ზოგიერთისთვის ეს შეიძლება მიუღებელი იყოს და რაღაც გარკვეული სახის ტრავმას ატარებდეს, ხო? მაგრამ დაიმახსოვრეთ ის, რომ არც ერთი შემთხვევით არ ხდება, ხო? მესამე პიროვნება ყოველთვის მაშინ ჩდება, როდესაც რაღაც კარმა აქვს დასამუშავებელი წინა ინკარნაციიდან, ხო? შესაძლოა წინა რომელიღაც ინკარნაციაში თქვენი ყავით მესამე პიროვნება და ახლა როლები შეიცვალა და ასე მოხდა, ხო? არაფერი არ უნდა გაგიკვირდეთ ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხომ გეუბნებით სამყაროს აქვს თავის კანონები. არა მარტო სიტუაცია და მოქმედება, რასაც დაათესავთ, ხო? ფიქრიც კი შეიძლება უკან დაგიბრუნდეთ, ხო? რაღაც არასწორად გაფიქრებული. კარგზე იფიქრებთ, კარგი დაგიბრუნდებათ, ხო? და მოდი გავარკვიოთ ახლა ეს თქვენი არავის არ გავსჯი მე, ხო? არც თქვენს პარტნიორს, არც იმ მესამეს, რა თქმა უნდა, არც თქვენ, ყველას თავის ცხოვრება აქვს და უბრალოდ გავარკვიოთ სიტუაცია. როგორია ეს პიროვნება თქვენი პარტნიორი, როგორი ხართ თქვენ, როგორია ის მესამე, როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენ, როგორი სახის იმ მესამესთან, რა აკავებს მასთან, რა გაკავებთ თქვენ და ასე შემდეგ. მოკლედ ვინც დარჩით აი ახლა ამ წუთამდე და ისევ ვისმენთ, ხო? და ეს გაშლა შეეხება იმ ადამიანებს, ვიმართავ ახლა, რომ გაშლა დავიწყე და სანტა-ბარბარა სერიალიც დაიწყო. ძალიან საინტერესო გაშლა იქნება, ვფიქრობ. ზოგადად მე მიყვარს ესეთი თემების ამოხსნა, ნებისმიერი სიტუაციის ამოხსნა, მთავარია არ გამიგრძელდეს ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ თუ დავიწყე გაშლა, მე მიჭირს ხოლმე ამ გაშლის შეჩერება, ესე ჩამითრევს ხოლმე, მოდი კიდე ვნახოთ რის გამო, მოდი კიდე და მაქსიმალურად უნდა შევეცადო ახლა, რომ ისეთ საჯარო გაშლა, ხო, ძალიან არ ჩავუღრმავდე, თორე თუ ჩამითრია, მე ვეღარ გავჩერდები, აი ესეთი ცნობის მოყვარე ვარ, რა ჩემი ბრალი ასეთი ვარ. მოკლედ, გაშლა იყოს ორი ვარიანტი. კი. ორი ვარიანტი საკმარის იქნება. მოდი იყოს პირველი ვარიანტი იყოს ეს როგორი ხართ თქვენ, თქვენი იდენტიფიკაცია. როგორი არის თქვენი პარტნიორი და როგორი არის ის მესამე პიროვნება. შეიძლება პიროვნებაც არ იყოს, უბრალოდ ადამიანი იყოს, ხო? ყველა პიროვნება ადამიანია, მაგრამ ყველა ადამიანი არ არის პიროვნება. ნუ ამასაც გავარკვევთ. შემდეგ როგორი მეცადე რა გითხრათ ეს. ხო, როგორი ურთიერთობა აქვს მას თქვენთან, რა მოსწონს ამ ურთიერთობაში, ხო?
და როგორი ურთიერთობა აქვს მასთან და რა მოსწონს მასში. რა უნდა გააკეთოთ, უბრალოდ რჩევას გვაძლევს, მოგცემს ეს კარტი, იმისთვის, რომ უბრალოდ თქვენთვის მე ვერ დაგაიმეტებთ, რომ იმისთვის რაღაც ურთიერთობა გაგრძელდეს ამასთან ან იმას, უბრალოდ რჩევა იყოს თქვენთვის გარდასა. და რატომღაც მომინდა ამ მასთან ურთიერთობაშიც რაღაცა რჩევა, ხო? რატომღაც მომინდა, არ ვიცი, ალბათ უნდა გავარკვიო რა სიტუაცია იმისთვის, რომ ერთად დარჩნენ ბოლომდე, აი სწორად თქვი, ხო? მოდი პირველი ვარიანტი იყოს პირიტი. ახლა მეორე ვარიანტი, როგორი პიროვნება ხართ თქვენ, შემდეგ როგორი პიროვნება თქვენი პარტნიორი, როგორი პიროვნება ის მესამე ადამიანი, ვისთანაც აქვს ურთიერთობა, როგორი ურთიერთობა აქვს მას თქვენთან, რა მოსწონს, როგორი ურთიერთობა აქვს მასთან და რა მოსწონს, რჩევა თქვენ შორის ან თქვენთვის უბრალოდ რჩევა და რჩევა იმ ურთიერთობისთვის მესამესთვის რა არის საჭირო რომ ერთად იყვნენ, ხო? არ გამინაწყენდეთ რაზე, როდესაც მესამე კარტი ამოვიღე აქაც და აქაც, რომ გამერკვია რა არის საჭირო რომ ერთად იყვნენ, ხო? იმიტომ რომ საჯარო გაშლა, ხო? აქ შეიძლება ისეთებიც იყვნენ, სადაც მესამე თვითონ არის და შეიძლება ამ ურთიერთობაში მესამე იყვნენ ისინი, ხო? უბრალოდ რჩევა მაინტერესებს, მეტი არაფერი. მე არავის მხარესი არ ვარ, ყველას თავის ცხოვრება არ განსჯი არც თქვენს პარტნიორს, არც თქვენ და არც იმ მესამეს, ყველას თავის ცხოვრება აქვს და ყველას გადმოსახედიდან არის ხოლმე რაღაც სიმართლის მარცვალიც ხოლმე, ხო? ყველას ვერსიები უნდა მოვისმინო და გამოჩნდება, ვინ არის მართალი, ვინ არის ტყუანი, ვინ სად როდის რატო იქცევა ასე თუ ისე, ხო? ანალიზი გავაკეთოთ. მეორე ვარიანტი რატომღაც მომინდა ლაბრადორიტის, მეორე ვარიანტი ჩქარობს. ჩქარობთ, რომ ჩქარა გაშალეო? ლაბრადორიტი ჩანს, ლაბრადორიტი რა ლამაზია, ეს ლაბრადორიტი როგორ მიყვარს და პირიტი. შეარჩიეთ ახლა ვარიანტები. პირველი 3 წამის განმავლობაში რომელი ქვა ან ვარიანტი დაგეძახებთ, ეს იქნება თქვენი, ხო? თუ მსგავს თემაზე ვიმეორებ, მესამედ ვიმეორებ, მსგავს თემაზე არ გაქვთ საფიქრალი და პრობლემა, არ უყუროთ, უბრალოდ ასკროლეთ, ხო? არ მოусმინოთ, რადგანაც ზედმეტი ენერგიებით და გადაიტვირთოთ თქვენი ენერგიები და დროც დაკარგოთ და ასე შემდეგ, ხო? გაუფრთხილეთ თქვენს დროს და ენერგიას. მოდი დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინ შეარჩია პირიტი. ნახოთ, როგორი ადამიანი ხართ თქვენ. კომიკალი. როგორი ემპათი ადამიანი ხართ, გულთბილი, იდუმალებით სავსე, ზრუნველი ადამიანი, ცოდნის მოყვარული. ცოდნას როგორ გითხრათ? ცოდნის მაძიებლები ხართ, მოკლედ. ცნობის მოყვარი ადამიანი. შეგნებული ადამიანი, მასაც ვიტყოდი. მომეწონა, იცით, პირველი ვარიანტი. ახლა მისთვისაც რა თქმა უნდა იდუმალი ადამიანი ხართ.
ადამიანი, რომელმაც იცის სამყაროს კანონები, ესმის სამყაროს კანონები. ზოგი შეიძლება რელიგიური ადამიანიც მიყურებდეს, ხო? უამრავი რამე შეიძლება ითქვას. აღარ დავწვრილანდები, აღარ დავამატებ კარტებს. ეს იყოს თქვენი ზოგადი იდენტიფიკაცია. მომეწონა თქვენი იდენტიფიკაცია. მოდი ახლა ნახოთ, როგორი ადამიანი არის თქვენი პარტნიორი. თქვენი პარტნიორს მოკლედ პროექტებით სავსე გონება აქვს, მუდმივად მუშაობს, ფინანსებზე ფიქრობს, პენტაკლების სფეროშია ჩართული. შეიძლება ახლაც ამ წუთას იდგეს და მუშაობდეს, ან რაღაც პროექტებზე ფიქრობდეს. არ არის გამორიცხული, თუ არა და მუდმივ შრომაშია რა, თუ ეხლა მაინც და მაინც არ მუშაობს, მუდმივ შრომაშია, მუდმივად გათვლილი აქვს რაღაცეები წინდასწარ, შეიძლება ფიზიკურ შრომასაც ეწეოდეს, ან მუდმივად ფეხზე დგომა უწევდეს, ან რაღაცა ძალიან როცა როგორ თქვა, ბეჯდი შრომის მოყვარე და ბოდიში დამრუსულ სიტყვაზე რო ვიტყვი, ტრუდაგოლიკი ადამიანი, ტრუდაგოლიკი შრომის მოყვარე ხო, რა ვიცი. სხვანაირად როგორ გადავთარგმნო, არ ვიცი. მოდი ახლა ნახოთ ის მესამე ადამიანი, როგორი არის. ადამიანი, რომელსაც ტრანსფორმაცია შემოაქვს სხვების ცხოვრებაში. უმაღლესი არკანი ამოვიდა. უძლიერესი ენერგეტიკით. არა გამორიცხული მორიელის გავლენაც კონდეს, ან ასცენდენტით იყოს მორიელი, ან პლუტონი შეერთება კონდეს ასცენდენტზე, ან რაღაც პირად პლანეტებთან. არ არის გამორიცხული. უძლიერესი ენერგეტიკა აქვს, ესეთი ადამიანები მოდიან სხვების ტრანსფორმაციისთვის, ხო? ძლიერი ადამიანია ის მესამე. შემთხვევით არაფერი არ ხდება ხალხო, დამიჯერეთ. ნახოთ, როგორი ურთიერთობა გაქვთ. ურთიერთობა აქვს მას თქვენთან. არჩევანის წინაშე დგას. თქვენი ურთიერთობა არჩევანის წინაშე, ხო, თქვენ ურთიერთობაზე გავშალეს. და მუდმივ ცვლილებებს ეხება. შეიძლება ისეთი შეხვედრებიც გქონდეთ, სადღაც დავგეგმოთ რაღაცა ბუნება ცხადი აქვს, ხო? სადღაც გამგზავრება, ერთად წასვლა, მოსვლა. რაღაცა იმპულსური ხასიათების ურთიერთობა ჩანს, რაღაცა ჯერ ხომ ახლა ნებას ხედა. არის აქ ნება, ორივეს მხრიდან. თან მარსი ვერტში ხედავთ აქ ხატია, ვინც ასტროლოგიაში ერკვევით. სხვათა შორის თქვენს ურთიერთობაში არის ისეთი საუბრები, ცოტა შემეცნებითი სახის, ხო? თქვენ ერთად დაჯდებით და რაღაცაზე იჭორავებთ, აიმე იცი იმას თავშოთ ძოლმა უღალა და თუ ამას, ესეთი თემები იმდენად არ გაინტერესებთ თქვენი, არის უფრო შემეცნებითი, უფრო ღრმა საუბრები, უფრო ისეთი საუბრები, რაღაც განათლებასთან დაკავშირებით, ხო? რაც სამეცნიეროდ შეიძლება იყოს საინტერესო ურთიერთობა, აი მოვიფიქრე სახელი, საინტერესო ურთიერთობა გაქვთ. შეიძლება დრო და საათი ისე სწრაფად გადიოდეს, ვერც ხვდებოდეთ, ხო? როცა ერთად ხართ, გაწელილი დრო არ არსებობს თქვენ შორის. ხო, მოდი ახლა ვნახოთ მასთან როგორი ურთიერთობა აქვს. ისე უმაღლესი არკანი, მოკლედ ეს ადამიანი
ეს მესამე არის სამყაროსგან გამოგზავნილი მასთან, იმისთვის რომ რაღაც უდიდეს ტრანსფორმაცია შეიტანოს ამ ადამიანის ცხოვრებაში, ხო? არც ერთი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში ყოველად არ მოდის. ყველასგან რაღაც გაკვეთილებს სწავლობთ. ყველასგან, ხო? და აი გარკვეული სახით რაღაც გაკვეთილის სახით ყავს ეს მესამე. ეს მესამე ადამიანი მას აძლევს ძალას და ენერგიას. აი ენერგიით იკვებება. მასთან რა ურთიერთობა აქვს, ხო? შეუძლია ესე ბავშვურად მოიქცეს. როგორი ურთიერთობა, იცი, აი მომია, აი რატოღაც ესეთი სიტყვა ფრაზა მომივიდა, ზუსტად ვერ შევარჩიე სახელი. აი ბავშვებმა რო იციან მომაქციო ყურადღება, მომიარე მაჭამე მასვი გამართე რა, იცი, აი ესეთი სახის ურთიერთობა აქვს, ხო? ბავშვური რაღაცა. ენერგიის გარდაც. ენერგიას იღებს აი მესამე პარტნიორისგან თქვენი პარტნიორი. თან ძალიან მაგარ ენერგიას. კიდე გამეორდები იმის, რომ ეს მესამე არის წინა ინკარნაციებიდან მოსული ადამიანი იმისთვის, რომ ამ ადამიანს რაღაცა ასწავლოს. ხო, ყველაფერი უფლისნება ხალხო გული არ დაიწყვეტოთ. არც იმ მესამეზე. რიგინაც მეოთხე გაუჩნდეს, ხო? პირველ რიგში თქვენ თავს, თქვენს გრძნობებს, თქვენს ემოციებს, თქვენს სულიერ სიმშვიდეს გაუფრთხილდით, ხო? თუ როგორ გითხრათ, თქვენ ერთად ყოფნა გიწერიათ, ხო? სამყარო ყველანაირ გზას გაგიხსნით, რომ ისევ ერთად იყოთ, ხო? თუ მაინც და მაინც გრძნობებში ხართ და ჯერჯერობით ეს გრძნობები არ გამქრალა, ხო? თუ არა და მაშინ უნდა ისწავლოთ ადამიანების გაშვება, როგორც მიღება მარტივად, ისე მისი გაშვებაც, ხო? მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, სადაც უამრავი, სადაც ჭარბობს მაგალითად წყლის სტიქია, ხო? ემოციური ადამიანები არიან. ზოგადად მიწის სტიქიებსაც ახასიათებთ, უჭირთ გაშვება, იმიტომ რომ მიწა ისე ძალიან ხანგრძლივი ფიქრის დროის შემდეგ შეიძლება რაღაც ძლივს გადახარშონ, რომ დროა გაუშვა, ხო? ხო და მოდი აი რჩევის კარტთან მივედი უკვე. რჩევა თქვენთვის. რჩევა ის არის, რომ გაიფერადეთ ცხოვრება. ცხოვრება მართლა მრავალფეროვანია, ხო? ნუ ჩაიციკლებით რაღაც სიტუაციაზე, ნუ დახარჯავთ დროს და ენერგიას რაღაც ასეთ მსგავს სიტუაციებს ნერვიულობით. ჩაერთეთ აუცილებლად ეს ყოველთვის რაღაც შემოქმედებითი კარტია, ხო? მიიღეთ სიახლეები რაღაც შემოქმედებით სფეროში, ხო? ჩაერთეთ რაღაც შემოქმედება არის ძალიან მრავალი მიმართულებით, ხო? აი რჩეთ ერთ-ერთი, რომელიც კარგად გამოგდით და ამით გაიმრავალფეროვნეთ თქვენი ცხოვრება. ზოგჯერ ისეც ხდება, როდესაც პარტნიორთან ყოფნის საშუალება არ გაქვს, ან ის თქვენი პარტნიორი მესამეს ირჩევს, ან მსგავსი სიტუაციებია, ეს შემთხვევით არ ხდება. ამ დროს სამყარო გიბიძგებს იმისკენ, რომ შენ გაქვს ნიჭი, რომელიც ჯერ არ გამოგივლენია, ჯერ არ დაგიმუშავებია და შენ ამ დროს უნდა იფიქრო საკუთარ თავზე, ეძებო ის ნიჭი და უნარები, რაც გაქვს და რაც უნდა გამოაშკარავო, ხო? რაც უნდა გაიტანო საზოგადოებაში ეს შენი ნიჭი და უნარები. აქ უკვე მთავარია საკუთარ რეალიზაციას და საკუთარ თავის შესაძლებლობებს მიხედოთ, ხო? ეს სწორედ აი ამ რჩევას იძლევა. ეს კარტიც იმაზეც მეტყოლებს ხშირად კეთით ბუნებაში დატკბით ყველანაირი სილამაზით, რომელიც ბუნებაში, ხო? ბუნებაც ხო კურნავს, მიწაც კურნავს, დადეგით ფეხშოლა, ლოცვაც კურნავს, ხო? ლოცვაც კი არა, ლოცვა კურნავს, ხო?
უბრალოდ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და როგორც დასაწყისში რომ გავშალე, ესეთი რამე ვთქვი, რომ რატომღაც ამათ ურთიერთობაზეც მომინდა რჩევის კარტის დადება. რატომღაც? იმიტომ რომ აგიხსნით ახლა რატომაც, ხო? ეს საჯარო გაშლაა და შეიძლება იყვნენ აქ მიყურებდნენ ისეთები, რომ ამისთვის იყოთ თქვენ მესამე და თქვენთვის ეს იყოს მესამე, ხო? საჯარო გაშლაა და ამიტომაც ამათ ურთიერთობაზეც მაინტერესებს რჩევა, რა იქნება ისეთი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ერთად იყვნენ, ანუ რა გააჩერებთ ერთად, ხო? ამ ადამიანს. ისევ ბავშვი. რაც ბავშვის თემა იყო, არ მივაქცია ყურადღება, მხოლოდ ენერგიას გადავიტანე, მაგრამ თვითონ ბავშვის კარტი ამოვიდა. ალბათ საერთო ბავშვი ან რაღაცა ბავშვის თემა ამოდის აქ. აი ეს ბავშვი შეინარჩუნებს ამათ ურთიერთობას. თქვენ ჯერჯერობით კარტი გირჩევთ, რომ თქვენ თავში აღმოაჩინოთ რაღაც ნიჭი, რომელიც დაფარულია, რატომღაც კიდევ მომინდა დამატება, მოკლედ. გულში გავიფიქრე, რომ საკმარისი იქნება აი ამ მთელი კარტის გარჩევა თქო, მაგრამ მომინდა დამატება, ისევ რჩევასთან დაკავშირებით. აი ანალოგიური შეხედეთ, რამდენი დურთია გაკიდებული ამ ადამიანს, ათიანების კვერთხები. ძალიან უგადაიტვირთავ თავს ზედმეტი ფიქრებით, ზედმეტი დარდებით. ამხელა სიმძიმეს ატარებთ, ხო? ყუთები ჩანთა. ეს პირდაპირ მნიშვნელობით არ გაიგოთ, ზოგადად ტვირთს ატარებთ, მოიხსენით ეს ტვირთი და გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება. რაღაცა ნიჭი გაქვთ, რომელიც უნდა აღმოაჩინოთ, სიახლე უნდა იყოს თქვენთვის. ხო, დიდი დრო დაუთმეთ, როგორ გითხრათ, დიდი დრო დაუთმეთ რაღაცის აი შეგროვებას. აქ არ არის ფინანსებზე შეგროვა. ცოდნას. თქვენ წესით უნდა იყოთ მაგი, შეხედეთ, მაგს კიდე ყველაფერი შეუძლია. მაგები ვინები არიან, ხო? საკუთარ ბიზნესს ვინც ფლობს, მაგები არიან. 4 სტიქია გაერთიანებული, ხო? თქვენთვის ეს სიტუაცია მოკლედ იმისთვის იყო მესამე, იმიტომ შემოიჭრა, რომ ყველა თქვენი შესაძლებლობა გამოაშკარავდეს. თქვენ ამისთვის უნდა შეაგროვოთ ცოდნა, შეაგროვოთ რესურსები. რესურსებში ყველაფერი შედის, ხო? რესურსებში შედის ენერგია, ფინანსები, თუ რაიმე ბიზნესს აპირებთ, მასალა, აი 1000 რამე, ხო? აი ამას დაუთმეთ დრო, სამყარო გეუნოთ, უმაღლესი არკანი ამოვიდა. ხო, მოკლედ აი ესეთი იყო, აი ესეთ საინტერესო იყო პირველი ვარიანტი. კარგი რჩევა მოგცა სხვადასხვა კარტმა, მომეწონა ძალიან. შეხედეთ, გურუები, ქალი და მაგი, რამხელა ენერგიები გაქვთ, ხო? ღმერთო ჩემო, რა ძლიერი ხალხი მიყურებს. ასეთი იყო პირველი ვარიანტი. რა კარტი ჩქარობს ეს? ვიღაც მამაკაცი ჩქარობს პირველ ვარიანტზე. შეიძლება ვიღაც ახალი მამაკაციც იყოს. მამაკაცის ენერგია ამოვიდა. კარგით. რატო ჩქარობს და ის ჩქარობს აღარ გავაქცევ. ხო, მოდი ახლა ვნახოთ, ვინც ჩაიფიქრა. ლაბრადორიტი. მეორე ვარიანტის დროც მოვიდა.
ცოტა ხანგრძლივი გამომივიდა პირველი ვარიანტი, მაგრამ ბოდიშით მეორე ვარიანტელებო თუ ამდენი გალოდინეთ. მოდი ახლა მეორე ვარიანტი ვინ ხართ თქვენ? როგორი ადამიანი? როგორი მხიარული ადამიანი? გიყვართ მეგობრები? ვიწრო წრე, ვერ ვიტყვი რომ ძალიან ხალხურალობა და თქვათ სულ ერთი სლენგი, ისევ სლენგი ამავდის რეგსტი ლიჟბი მეგობარი იყოს არა. მხიარული ადამიანი ხართ, გიყვართ ვიწრო წრეში შეკრება, საუბარი, მხიარულება. ადამიანის ზეიმი, აი ასე ვიტყვი. კომპანიას უყვარხართ მოკლედ. იუმორის გრძნობაც კარგად გექნებათ განვითარებული. აი ესეთი პოზიტიური ამოვიდა მეორე ვარიანტი. კარგი ადამიანი ამოვიდა ისეთი მხიარული. ხო, ადამიანი, რომელსაც არ უჭირს აი თავის გარშემოყოფებთან ასეთ ემოციების გამოხატვა, ხო? ძალიან კარგია. მოდი ვნახოთ თქვენი პარტნიორი როგორია ახლა. რა დაემართა? როგორ სევდიანია თქვენი პარტნიორი? დააკვირდით აქ. ერთი ჭიქა გაუტყდა, მეორე ჭიქაც ხელებში გაუტყდა. აქ რა ხდება? ორი კურდღლის მადევარი ერთ-ერთს ვერ დაიჭერსო? ასე მოუვიდა თუ გააცნობიერა. მოკლედ დასევდიანებულია. სევდა მოიცვა თქვენი პარტნიორი რაღაცაზე ნერვიულობს. ერთი ჭიქაც წაქცაური. ანუ რაღაცაზე ფიქრობს რა. რაღაცაში არ გაუმართლა. ხო. და შესაძლებლობებს ეცებს, ხო? აი ამ დასტაში აქ კარც ესეთი ახსნა აქვს, რომ ერთი ჭიქა გატყდა, ერთი წაიქცა, ერთი ხელებში შემოეფშნა, ხო? მაგრამ შესაძლებლობებს ვერ ხედავს. წინ უდევს ორი სავსე ჭიქა, მაგრამ აი იმას მისდირის რაღაცა, რაც დაიმსხვრა უკვე. როგორ სევდიანი ამოვიდა. შეიძლება ამჟამად იმყოფება რაღაც სევდის ნოტაზე თუ განწყობაზე, ხო? ვაიბი აქ ეგეთი რაღაც სევდიანი. არც ეგ არის გამორიცხული, ეს არის მოკლე საჯარო გაშლა. ამიტომაც დაკონკრეტება უკვე ძალიან შორს წამიყვანს. ესე მოკლედ რასაც გვეუბნება ეს დასტა არის ეს. მოდი ვნახოთ როგორი არის ის მესამე პიროვნება. მესამე პიროვნება, მოკლედ როგორი ადამიანია, იცით? ესეც თასები, თქვენც თასებში, როგორი ემოციური და გრძნობიერი ადამიანები მიყურებთ ახლა. ეს თქვენი არა მისი. ანუ მესამე პიროვნება როგორია? ადამიანი, რომელსაც შეუძლია როგორ გითხრათ, უპირობოდ დაეხმაროს სხვაებს, ხო? უყვარს ცხოველები, შეიძლება კიდევაც ყავს კიდევაც რას გაიგებ, ხო? ზრუნველი, სიტყვიერად შეუძლია ესეთი ვერბალური დამშვიდება, ხო? აი რაღაცა იტყვის როგორ გითხრათ, სიტყვებით და ვერბალური რაღაც ტექნოლოგიებით დაამშვიდოს ადამიანი და განკურნოს. ძირითადად უკვე ხვდები როგორი ურთიერთობა აქვს მასთან. აი ამ პიროვნებიდან გამომდინარე, უფრო მასთან რაღაც ემოციური კავშირია, ხო? მასთან შეუძლია რაღაც ემოციებით დაიცალოს, ხო? აგერ არის დასევდიანებული
მივა ამასთან ძალა დაამშვიდე, ახლა შენ მოგხედავ და მოусმეს, შეიძლება რჩევაც მისცეს, ხო? აი ესეთი ურთიერთობა აქვს ამ მესამესთან. დააპუროს და რა ქვია, საკვები მოუმზადოს. მოკლედ, ყველანაირი დახმარება გაუწიოს, ხო? ესეთი ურთიერთობა აქვს ამასთან. კარგით, მოდი ვნახოთ. თქვენთან როგორი ურთიერთობაა თქვენთან? თქვენთანაც ძალიან თავისუფლად გრძნობს თავს, აი თითქოს ჩემი ოჯახის წევრივით არისო ეს ადამიანი, აი თქვენთან ამბობს რა, როგორი ურთიერთობა გაქვთ, ხო? ერთად არაერთხელ გისაუზმიათ, გივახშმიათ და ასე შემდეგ. ერთ სახლში წავთ ნამყოფები. აქ ჩანს ოჯახი, შეიძლება ოჯახში მიმოსვლაც გქონდათ, ან გაქვთ, ან რაღაცა. ან თქვენთან აქვს ოჯახი, ეს უკვე არა გამორიცხული, მაგრამ აი ესეთი თბილი ურთიერთობა გაქვთ, აი თითქოს ოჯახის წევრივით უყვარხართ. აქაც დასი, აქაც მოკლედ. ჩათასული ეს ამოვიდა. ჩათასული. კარტები, მოდი ვნახოთ ახლა. მასთან როგორი ურთიერთობა აქვს. გასაგები. ეს ადამიანი, მოკლედ, თქვენთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ამ ადამიანთან. ამ ადამიანთან რაღაცა სიახლეებისთვის მიდის, ხო? აი აქ ჩანს როგორც მიდის, კანზე ზარს რეკავს, რომ აი მე მოვედი და მიმიღე, რაღაცა ესეთი ვარიანტებია, ხო? აი მოვიდა რაღაც ახალი განწყობის ხასიათზეა, ხო? შეიძლება წავიდეს ამ ადამიანთან. გაძვრეს. ხომრობ. შეიძლება არ გაძვრეს და რეალურად არიან ისეთი პარტნიორები, რომელიც ეუბნებიან, იცი რა, მე ხა იმასთან მივდივარ. არიან, გამიგია ეგეთი ადამიანები. ხო. ეგ მიდის სიცარიელით, არ გეკონდეთ რომ მასზე რაღაცა ფინანსებს ხარჯავს, რაღაცა, აი სულელური ნაბიჯებია მასთან მისვლის, იმისთვის რომ აი რაღაცა ის მელანქოლიური ხასიათის, აი სწორედ თქვენს ფსიქოტიპაჟი ხარ, მელანქოლიკია, რაღაცა განწყობა გაუფუჭდება, გაიქცევა ამასთან, ის უმკურნალებს, აჭმევს და ალევნებს, მიიღებს სახლში თუ არა სადმე, არ აქვს მნიშვნელობა. და კარგით, რჩევა თქვენთვის. რა რჩევას გქონდა? ცხრიანი, როგორ მიყვარს. ცხრიანი პენტაკლი. რა კარგ რჩევას გაძლევთ ხალხო კარტი. რაღაცით გავს პირველ ვარიანტის რჩევას თქვენს. აქ როგორ ხდება, იცით? კარტი ისევ და ისევ გაუგნებათ, რაღაცით ძალიან გავს, ხო? თქვენ გიბიძგებთ სამყარო იმისთვის, რომ გახდეთ, როგორ იცით, აი დამოუკიდებელი ადამიანი, რეალიზებული ადამიანი, საკუთარი ბიზნესით დაკავებული ადამიანი, აქ თქვენი თავის დირექტორი თქვენ ხართ, ფინანსებით უზრუნველყოფილი ადამიანი, სამყარო გირჩევთ, რომ დაკავდეთ თქვენი თავით, ხო? გიყვარდეთ, დააფასეთ თქვენი თავი, თქვენი შრომა, თქვენი დრო, თქვენი ენერგია, თქვენი რესურსები, ყველაფერი, რაც თქვენ თავს ეხება. ძალიან კარგი რჩევა ამოვიდა ხალხო. თქვენ თავი შეიყვარეთ. მოდი ვნახოთ რჩევა აი ასეთი სახის ურთიერთობის. აქ რაღაცა სერიოზულს ვერაფერს ვერ ვხედავ. იქ პირველ ვარიანტში თუ იყო ეს რაღაცა სამყაროსგან მიგზავნილი ადამიანი,
ეს არ არის სამყაროსგან მიგზავნილი, ეს არის აი ამ ადამიანის რაღაც მელანქოლიის დროს რაღაც დაშვებული სულელური რაღაც ქცევები, ხო? ადამიანი, რომელსაც მუდმივად უყვარს სიახლეები, მუდმივად უყვარს ემოციები, სხვის ემოციებით კვება, ანუ მივა, რაღაცას მოუყვება და შემდეგ ამით იტენება, იმუხტება, სადღაცას უნდა რომ დაიცალოს ემოციებით ვიღაცასთან, ხო? გართობის დაივის მიზნით. კარგით, მოდი რჩევა ხო. რჩევა თქვენთვის და რჩევა ამ ურთიერთობისთვის კიდევ ამ თამარ რაშლით. დაკიდული. არაფერი, ამათ სიტუაცია არის არის დაგიდებული, არაფერი. ვერ ხედავ აქ რამე სერიოზულს. სერიოზულს კი არა, აქ იმასაც ვერ ხედავ, რაღაც რომ ერთად იმას იზიარებდნენ, რა ქვია. საწოლს. ხო აქვთ ურთიერთობა, მაგრამ ვერ ხედავ აქ. დაკიდული ადამიანი, რომელსაც ელაპარაკი. უბრალოდ დასასვენებლად, უბრალოდ გასართობად, უბრალოდ ემოციების დასაცლელად მიდის. ხო. აი ესეთი კარტი ამოვიდა, დამატება. მომიხდა კარტი. რჩევა მინდა თქვენზე ისე დავამატო, საოცარი რჩევა ამოვიდა. რას გვერჩევს კარტი? შეხედეთ რა კარტი ამოვიდა. ქურუმი ქალი. ერთო ჩემწყრიანი პენტაკლები და ქურუმი ქალი. ესეთი შთაბეჭდილება რჩევა, რომ პირველი და მეორე ვარიანტი 90 და 100% თუ არა, 20%-ით მაინც კოლეგები მიყურებთ, მოკლედ. სამყაროს კანონების გესმით, ვერ ვიტყვი რომ არ გესმით. ეზოტერიაში კარგად ერკვევით, გააქვთ ზოგიერთ საიდუმლო ცოდნა, ემპათი ხართ თქვენც. და ეს ყველა ნიჭი, ეს ცოდნა უნდა გამოიყენოთ თქვენი საქმიანობისთვის. პირველ ვარიანტში რჩევაში თუ იყო ის, რომ იპოვეთ ნიჭი, რომელიც ჯერ არ გამოგივლენიათ და თქვენ თვითონაც არ იცით რა ნიჭია, რომელიც წინ წაგწევთ და გამშვიდეთ და ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ და რომლის რეალიზაციასაც მოახდენთ და ამას ხალხში გაიტანთ, ხო? მეორე ვარიანტი თითქოს უკვე ნაპოვნი გაქვთ ეს ნიჭი. უკვე თითქოს იცით, რა სფეროში უნდა მოღვაწეობდეთ, ხო? თქვენ ხართ ადამიანი, აი რესურსული ადამიანი ამოხართ. რესურსული რა შედის აქ? კი, პენტაკლია, მიწის სტიქიებია. რესურსული ნიშნავს იმას, რომ ფიზიკურად ხართ ძლიერი ადამიანი, ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანი, ინტუიციურად ძლიერი ადამიანი. აი ეს ყველაფერი გამოიყენეთ თქვენს საქმიანობაში, ხო? აიწყეთ პირადი ბიზნესი, პირდაპირ ამბობს კარტი. ათასნაირი ბიზნესი არსებობს, ხო, შეხედეთ აქ ლამაზი სამკაულებია წყობილი. ეს პირობითად ვამბობთ, რომ იდეები პირველ ვარიანტში თუ თქვენ თვითონ ეძებთ რაღაცა იდეებს, რაღაც თქვენ ნიჭთან, აი ჯერ ამოუხსნელ ნიჭთან დაკავშირებით, მეორე ვარიანტში არის ის, რომ თქვენ უკვე იცით, რითიც უნდა დაკავდეთ იმ საქმის მიღებით. აქაც ის, რომ პირველ რიგში თქვენი თავი დააყენოთ პირველ ადგილზე. აქ არის კარტი დამოუკიდებელი ადამიანი. დამოუკიდებელი. არ უნდა იყოთ ვინმეზე დამოკიდებული. ამისთვის გაქვთ აი კოლოსალური ნიჭი და უნარები, ინტუიცია. ხო, ერთიც უნდა დაამატო. აი ესეთი ვარ, ვერ გავჩერდები. ერთიც
დავამატოთ და გავჩერდები, თორე ძალიან მითროს ხო ესე ვარიანტები. ხო არჩევა რა ხდება, ხო? რჩევაში ამოვიდა ის, რომ რაღაცა ან ინტერნეტის საშუალებით, ან ჩანს, ან აკეთებს ნოუთბუქი, ხო? ან კიდე თვითონ ფურცლის საშუალებით რაღაცა ამბავს გაიგებთ და თქვენ მოგიწევთ ამბის გავრცელება, მოგიწევთ. რა სახის ამბავია მოიცა? ეს რჩევაშია და ეს ისევ და ისევ რაღაც ბიზნეს აიწყოთ, აი მაგარი ბიზნეს, ცხრიანი პენტაკლი და იმპერატორი, თქვენ რაღაც იმპერატორის ენერგია გაქვთ. ბოდიში. იმპერატორი კიდე საკუთარ ბიზნეს მართავს, ხო? ძალიან კარგ შეფთავაზებას მიიღებთ. გილოცავთ. მოკლედ, აღარ გავაგრძელებ. და რომ ხვალდილამდე არ გავჩერდები, აქ რაც დასტევი მაქვს, ყველას გადმოვიღებ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს დავწრულებით ყველაფერი მოვყვე, მაგრამ ამის გარდა კიდე სხვა საქმეებიც მაქვს. დღეისთვის ამაზე შევჩერდები. ყველას დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ, მომისმინეთ, ვინც დამიკომენტარეთ, როგორ თბილი კომენტარები მაქვს. ძალიან სიამოვნო სხვათა შორის. ვინც დამილაიქეთ, გამომიწერეთ, ყველას აბსოლუტურად გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას სულში, ბედნიერებას, კარგად ბრძანდებოდეთ და მომავალ გაშლამდე.